ძველთაძველი სკოლაა, 100 წლის ხდება ეს სკოლა. და სოფელს უნდა ეს ჩემი პირადი მოთხოვნაც არ არის, მთლიანად სოფლის მოთხოვნაა, რომ იყოს ეს სკოლა. შესაძლოა დაიხუროს სკოლა, ამ საფრთხეს ხედავთ თქვენ? ვისმენთ. ვისმენთ. აგორდა სოფელში ეს სიტყვა, აგორდა რომ სკოლა კლას კომპლექტი არის და ეს არ გვაწყობს, რომ მე პირველი, მესამე და მეორე და მეოთხე კლასი ერთად დრო დაჭდე. ადგილობრივი ბავშვები სხვა სკოლებში რატომ მიდიან? იმიტომ რომ ემუქრება დახურა და იმიტომ. როდესაც სკოლა რომ დარწმუნდება მშობლები რომ არ არის მოხსნილი, მაშინ არ აშიგებულები არიან, არ იქნება იკეტება ეს სკოლაო და იმიტომ. იქით აქეთ რო არ ატარონ ერთ იმაში გაუშვებენ სკოლაში. სულ ამის აბარაკია და ახლა იკეტება და იყო ის აზრი მოსწრებდა რომ საიში სკოლა უნდა დახურულიყო, იმიტომ რომ იქ ბანალობიური კურორტის აშენების შემთხვევაში ის ფართე ტერიტორიას მოითხოვდა. სწავლის პროცესები უნდა ყოფილიყო. ანუ ვიღაც კერძო ინვესტორი, ვიღაც ხო, არ ვიცი ახლა იქ რა ხდებოდა და ის იყო მოსწრებდა რა ხალხი იდგება დაჟენა დავიდასურა იგი ჩემმა გამგებელმა ესო აქ ბანალობიური კურორტის შენდებაო და სკოლაზე გერუს გია, მაგრამ იყო ასეთი აზრი. ერთ თვეში ეს აზრი უკვე და გახდა საპირისპირო ამბობდა რომ აქეთ უნდა გადმოსულიყო კონტინენტი. ახლა უკვე საუბარია იმაზე რომ არა აქ ამ სოფელში ამ სკოლაში ამ კლასში ცაცვის სკოლაში სწავლის პროცესი უნდა შეწმეს და ბავშვების რეგისტრება უნდა მოხდეს პირველი კლასელების იქა და იქ უნდა გადავიდეს სასწავლო პროცესი უნდა დაიმართოს. მეოთხე კლასი და მეორე კლასია ერთად. და კომპლექტი და იქ არის სამი. და რამდენია მთლიანობაში ორივე? მთლიანობაში არის 12. მშობლები ამბობენ, რომ არსებობს საშიშროება სკოლის დახურვის და აბა რა ვიცი, ამაზე ვერ რა თქმა უნდა, ბავშვები ცოტა რო არიან. აწვიმს? არა, ეს ახალი გადახდებით არა. რომ გარემონტდეს სკოლის მეორე სართულიც. ბავშვები უკვე მოიმატებს ხო რა? არც სხვაგან რატო წავა? სკოლა არის გზად ყველანაირად იმისათვის რომ ფუნქციონიროს მოსწავლეები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის რომ კლას კომპლექტები გვაქვს. ეს გამომდინარეა იქიდან რომ არ აქვს კონტინენტი. მშობელი თავისთავად უკმაყოფილებას გამოხატავს იმიტომ რომ მას სურს რომ ერთ კლასთან კონდეს მასწავლებელს ურთიერთობა. არა ორთანერთი. სკოლის დახურვის საშიშროება არ არსებობს. არსებობს საშიშროება იმისა რომ კვლავ თუ გაგრძელდა ესეთნაირად და კონტინენტის სიმცირე თუ იქნა კვლავაც ისეთივე სიტუაცია იქნება და განმეორდება რაც ახლა გვაქვს. ესე იგი კლას კომპლექტი. ესეთი რამე არ განიხილება, არც ემუქრება, არც დახურვა, არც არაფერი. ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს სკოლა. კორპუსის გარემონტა ყველაფერი და ნორმალურად მიმდინარეობს და რა ვიცი ხო საიდანო აქვს ეს ინფორმაცია ნამდვილად არ განიხილება და არ დგას ეს საკითხი. საერთოდ არა მარტო ცაცვის, არა საერთოდ არ არის ზუგდიდში დახურვის. ჩვენს ინტერესებში არ არის რომ სკოლა დაიხუროს.